სტუდია GNS-დან ნანა ლეჟავა წარმოგიდგენთ გადაცემა კვირის რეპორტაჟს საღამოს მშვიდობისა. ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ. ევროსასამართლოში ვარდების რევოლუციის შემდეგ ყველაზე რეზონანსული საქმის განხილვა დასრულდა. სტრასბურგმა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში ადამიანის უფლებათა კონვენციის მეორე მუხლი დარღვეულად ცნო. ევროსასამართლოს განაჩენი ხელისუფლებამ საკუთარ ინტერესებს მოარგო და გამარჯვებაც იზეიმა. თუმცა აქვთ თუ არა საზეიმოდ ნაციონალებს საქმე. ჩვენ დღეს იმ უცნობ დეტალებზე გიამბობთ, რომელიც ერთი შეხედვით მარტივი გამოსაძიებელი იყო. თუმცა არც შინაგან საქმეთა სამინისტრო, არც პროკურატურა და არც სასამართლო ამ მნიშვნელოვანი ფაქტებით არ დაინტერესებულა. სისხლის სამართლის საქმე, რომელმაც სტრასბურგი გააოგნა. ნახეთ ჩვენი რეპორტაჟი. სანდრო გირგვლიანის მამა გურამ გირგვლიანი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას 4 წლის განმავლობაში ელოდა. სარჩელი ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ ევროსასამართლოში 2007 წელს სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან 1 წლის შემდეგ შევიდა. გადაწყვეტილება კი 2011 წლის 26 აპრილს გახდა ცნობილი. მე ავედი სასაფლაოზე, მარტო ავედით მე და ჩემი მამიდაშვილი და უთხარი ყველაფერი იქ. ირინა, შენი სამართალი აღარ დამეთქი და ყველაფერი კარგად არის მეთქი. ძალიან ბევრი მერეკავს კიდევაც. და სხვადასხვა ძალიან ბევრი არის სახელმწიფო წარმომადგენლები, რომლებიც პირდაპირ მიცხადებენ. აგურამ დიდი მადლობელი ვართ და გილოცავთ ამ გამარჯვებას. სასამართლომ დარღვეულად ცნო ადამიანის უფლებათა კონვენციის მეორე მუხლი, სიცოცხლის უფლება, კერძოდ კი მისი ერთი პროცესუალური ასპექტი. რაც შეეხება არსებით ასპექტს, სახელმწიფოს არ დაეკისრა პასუხისმგებლობა მისი აგენტების მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო, რადგან ისინი ამ მომენტში არ ასრულებდნენ პროფესიულ მოვალეობას. ეს გადაწყვეტილება სასამართლომ 4/3-ის წინააღმდეგ მიიღო. 4 მოსამართლეში ერთი ქართველია ირაკლი ადეიშვილი. მეორე მუხლი, ანუ სიცოცხლის უფლება დარღვეულად იქნა ცნობილი, ასევე ცნობილი იქნა ის მუხლი, რომელიც ითვალისწინებს დარღვეულად სასამართლოსთან სახელმწიფოს თანამშრომლობის ვალდებულებას. რაც შეეხება წამების საკითხს, რაც შეეხება გასაჩივრების ეფექტურ საშუალებას და სამართლიანი სასამართლოს უფლებას, სასამართლომ თქვა, რომ ეს საკითხები არის იმდენად ახლო და ვიწრო კავშირში სიცოცხლის უფლებასთან, რომ ისინი განიხილა სიცოცხლის უფლების ნაწილში და თქვა, რომ არ არსებობს სხვა რაიმე ისეთი გარემოება, რომლის გამოც მას დამოუკიდებლად უნდა ემშევა. ცივილიზებული ქვეყნების მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებებში სასამართლო ძალიან იშვიათად სარგებლობს ასეთი ფრაზეოლოგიით. ანუ გაოგონებული ვარ და ძლიერ ერთ-ერთი შემიძლია გამოთქვა ძლიერი წუხილი იმის გამო რომ ეს ასე მოხდა და ასე შემდეგ. ეს ძალიან სერიოზული თვითონ ფორმის თვალსაზრისითაც შინაარსობრივთან ერთად არა? ეს ძალიან მკაცრი განაჩენია. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ სასამართლოს მიერ მორალური ზიანისთვის დაწესებულ თანხას სახელმწიფო დადგენილ ვადაში გადაიხდის. სასამართლოს გადაწყვეტილება კი ოპოზიციურმა პარტიებმა ვაჭრობის თემად არ უნდა აქციონ. ევროსასამართლოს გადაწყვეტილება პირველ არხზე დღის თემა, როგორც მოსალოდნელი იყო, არ ყოფილა. მოამბის მთავარ გამოშვებაში მას საინფორმაციო დაწყებიდან მე-11 წუთზე შეეხნენ და გამარჯვებულად ხელისუფლება გამოიყვანეს, რადგან სახელმწიფო მოსარჩელე მხარეს მხოლოდ 50.000 ევრო უნდა გადაუხადოს. კმაყოფილი იყო იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თინა ბურჯალიანიც, რომელიც ევროსასამართლოში საქართველოს მთავრობას წარმოადგენდა. სახელმწიფოს გადაწყვეტილებით დაეკისრა ძალიან კონკრეტული ვალდებულება, ეს არის ფულადი კომპენსაციის გადახდა გამცხადებლებისათვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არც ერთი სიტყვა გადაწყვეტილებაში არ არის ნათქვამი შესაძლო ხელახალი გამოძიების თაობაზე. იყო საქმის წარმოების პროცესში პერიოდი, როდესაც იმიტომ რომ ეს საქმე უკვე დაარქივებული იყო, იმიტომ რომ რამდენიმე ტომთან იყო რამდენიმე ტომისაგან შედგება ეს საქმე, გარკვეული დრო დასჭირდა ზოგიერთი მტკიცებულების მიწოდებას, ანუ არც ერთი მტკიცებულება არ ყოფილა, რომელიც არ წარგვიდგენია, ლაპარაკი იყო რაღაცა შეფერხებაზე, რომელიც სხვათა შორის სასამართლომ აღნიშნა, რომ ეს მტკიცებულები მან მიიღო და ამაზე ბუნებრივია სასამართლომ იმსჯელა. ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რაც შესაძლებელი იყო, რათა შეგვემსუბუქებინა ოჯახის ტანჯვა, თუნდაც ეს არ იყო ყოველთვის იონი. ჩვენ მოქმედებდით დროულად და კანონის შესაბამისად. ეს 2010 წლის 27 აპრილია. ეს იყო მე-60 შემთხვევა ევროსასამართლოს 60 წლიან ისტორიაში, როცა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქმეზე ზეპირი მოსმენა ჩაატარა. სწორედ ამ პროცესის შემდეგ გახდა ცნობილი ქართული საზოგადოებისთვის სისხლის სამართლის საქმის ის მასალები, რომელიც საქართველოში დახურული იყო.
კრიმინალური ისტორია, რომელიც სანდრო გირგულიანის მკვლელობით დასრულდა, 2006 წლის 28 იანვარს შარდენბარში დაიწყო, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის ვასილ სანოძის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. სუფრასთან იმყოფებოდნენ კუდის უფროსი დათა ახალაია, მისი თანაშემწე ოლეგ მელნიკოვი, შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლე თაკო სალაყაია, სამინისტროს პრესსამსახურის მაშინდელი უფროსი გურამ დონაძე და კიდევ რამდენიმე საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ადამიანი. მათ შორის იყო თათია მაისურაძეც, სანდრო გირგულიანის მეგობარი ქალი. ამ კადრებში, რომელიც სტრასბურგში გაიგზავნა, სწორედ მისი დაკითხვაა ასახული. თათია მაისურაძე ყვება, რომ მოგვიანებით ბარში სანდრო და მისი მეგობარი ლევან ბუხაიძე მივიდნენ. სანდროს მეგობარი ქალის სუფრის წევრები არ მოეწონა. ვისთან ერთად ხარ ვინ არიან მაშ ბიჭები? მოთხარი მე ამ ბიჭებთან ერთად არ მოვსულარ მეთქი, გოგოებთან ერთად მოვედი და ესენი მათი თანახმებლები არიან მეთქი. და თუ არ იცნობ უცხო ბიჭებთან ერთად საწოსი ხარ. როგორ დაინტერესებოდა? იცით, ხმამაღლა არ მისაუბრებოდა. უბრალოდ ხელით დაწოსი ხარ უცხო ბიჭებთან ერთად თუ არ იცნობ. რა მნიშვნელობა აქვს მეთქი ვისთან ერთად შევხვდე? ეგ გაინტერესებს მეთქი და მაგის გასაკეთებლად მოხვედი მეთქი და მე ვისთან ერთად შევარ მეთქი. და მე მითხრა რამდენადზე ამასთან ერთად როგორც იყო ყველაფერი ისე უნდა მითხრათ რა იმ სიტყვებით და პიდარასთან ერთად ამ პიდარასთან ერთად რატოში ხარ? და მეთქი რა მნიშვნელობა აქვს მეთქი ვისთან ერთად შევარ? სანდრომ კითხა ამ დიახ, რა თქმა უნდა, ჩხარებს ჩასვეს. ეს ის ადგილია, სადაც ჩვენ ძალით ჩავხსეს მანქანაში, მე და სანდრა. რა მარკის მანქანაში და ეს იყო თუ შეიძლება დააფიქსიროთ კონკრეტულად. ვერცხლისფერი ემელი, რომელიც მოგვიანებით სანდრო გირგულიანი და ლევან ბუხაიძე შარდენბარს ტოვებენ. სწორედ ამ დროს ახალგაზრდებს იტაცებენ და ოქროყანაში მიყავთ. ბუხაიძემ გაქცევა მოახერხა. სასტიკად ნაწამები სანდროს ცხედარი კი მეორე დღეს ოქროყანაში ხევში იპოვეს. მას 12 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ამ კრიმინალური ისტორიის გახმაურების შემდეგ დააკავეს კუდის პირველი სამმართველოს უფროსი გერონტი ალანია. კუდის თანამშრომლები ალექსანდრე ღაჭავა, მიხეილ ბიბილურიძე და ავთანდილ აფციაური. ამ ადამიანებს ბრალი წაუყენეს თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა. ალანიას ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაშიც დასდეს, ვინაიდან გატაცება კუდის მიერ დაყადაღებული ავტომანქანით მოხდა. სასამართლომ მას 8 წლით, დანარჩენებს კი 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოგვიანებით უზენაესმა სასამართლომ ეს განაჩენი 6 თვით შეამცირა. სასამართლო ასევე შეძრულია იმ გარემოებით, რომ პროკურატურამ ვერ შეძლო ნათელი მოეფინა შემდეგისთვის. სანდრო გირგულიანს მიღებული ჰქონდა მრავალრიცხოვანი ჭრილობების სხეულზე, განსაკუთრებით ყელის არეში. ვიდრე ექსპერტ-კრიმინალისტი დაადგენდა იმას, რომ ჭრილობების უმრავლესობა, მათ შორის ხახის არეში, გამოწვეული იყო სახელურის მქონე ბასრი წვეტიანის საგნით, სავარაუდოდ დანით, პროკურატურამ არც კი შეუწუხა თავი იმის გამოსაძიებლად, რომელი ბასრი იარაღით იყო მიყენებული ეს ჭრილობები და ამ 4 ბრალდებულიდან რომლის მიერ. სასამართლოს ეჭვია რეპარება, რომ დანაშაულის სათანადო კლასიფიცირებისთვის ამის დადგენა მნიშვნელოვანი იყო. ნაცვლად ამისა, სერიოზული მინიშნებების მიუხედავად გამოძიებამ უბრალოდ მიიღო აღწნა განმარტება ბრალდებულთა მხრიდან, რომ მათ არ გამოუყენებიათ არანაირი ბასრი იარაღი და რომ სანდრო გირგულიანი ამ ჭრილობებს სავარაუდოდ მავთულიან ღობეზე გადაძრომისას ან ეკლიან ბუჩქებში ჩავარდნის შემთხვევაში მიიღებდა, რაც ეწინააღმდეგებას სახელმწიფო ექსპერტის დასკვნებს. მთავარი მოწმე ლევან ბუხაიძე თავდაპირველად არ ამხელდა, რომ ოქროყანაში შარდენბარის სუფრის წევრი ოლეგ მელნიკოვიც ავიდა და განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა. ამის შესახებ ჩვენება ამ მხოლოდ სასამართლოს მისცა, თუმცა ჩვენება ჩვენებად დარჩა. და იყო ყველაზე აგრესიული. ეგზნობოდა, რომ შესაძლებელია ნასვამიც ყოფილიყო და დადასტურებით მინდა ვთქვა, რომ ეს იყო ოლეგ მელნიკოვი. ხელისუფლება მართალია დაგვიანებით, მაგრამ იძულებული გახდა სტრასბურგში მობილური ოპერატორებიდან ამოღებული დოკუმენტაცია გაეგზავნა. ჩვენ ამ სატელეფონო ზარებით დავინტერესდით და საინტერესო სურათიც მივიღეთ. სატელეფონო ზარები იწყება მას შემდეგ, რაც სანდრო გირგულიანმა თათია მაისურაძის სუფრის წევრები უხეშად მოიხსენია.
01 საათი და 28 წუთი დათა ახალაია რეკავს ნომერზე 877 798960. იგივე ნომერზე რამდენიმე წუთის შემდეგ სამჯერ 01 საათსა და 32 წუთზე, 01 საათსა და 36 წუთზე და 01 საათსა და 45 წუთზე რეკავს გურამ დონაძეც. 02 საათსა და 12 წუთზე, როცა გირგვლიანი და ბუხაიძე უკვე ოქროყანისკენ მიყავთ, გერონტი ალანიას ტელეფონიდან ხორციელდება ზარი იგივე ტელეფონზე 877798960. 28 იანვრის ღამეს ასევე ორჯერ 877798960-ზე განხორციელებული აქვს ზარი ოლეგ მელნიკოვსაც, თუმცა ამ ფაილში ზუსტი დრო მითითებული არ არის. ვის შეიძლება ეკუთვნოდეს ნომერი 877798960, რომელსაც იმ ღამით შარდენბარის სუფრის წევრები და დამნაშავეები უკავშირდებოდნენ. ამ საკითხით ევროსასამართლოც დაინტერესდა. გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ. პუნქტი 254. ტელეფონის ნომერი 877798960 აკრეფილი იყო ყველაზე მეტჯერ იმ ღამეს, როგორც გერონტი ალანიას მიერ, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის მიერ, რომელიც ასევე კაფეში იმყოფებოდა. დათა ახალაიამ დაადასტურა, რომ ეს ნომერი ეკუთვნოდა მათ საერთო მეგობარს, ვინმე მ-ს. ეს ჩვენება თავის მხრივ უპირისპირდება იმ ინფორმაციას, რაც მოწოდებულ იქნა შესაბამისი მობილური სატელეფონო კომპანიის მიერ, რომლის თანახმადაც ეს ნომერი ეკუთვნოდა ვინმე კ-ს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან ფალკო. მიუხედავად ამ ურთიერთსაწინააღმდეგო გარემოებებისა, შიდა ორგანოები არც კი შეწუხდნენ იმისთვის, რომ ამ ნომრის მფლობელის ზუსტი ვინაობა დაედგინათ. გამოძიება დღემდე არ დაინტერესებულა, ვის ეკუთვნის ტელეფონის ნომერი 877798960, რომელიც 2006 წლის შემდეგ გაუქმებულია. ანალოგიური ინდექსი თავის დროზე ნაციონალური მოძრაობის კორპორატიული საკუთრება იყო და ყველა ცნობილ ნაციონალს ერთმანეთთან მსგავსი ნომერი ჰქონდა. ამ ნომრებიდან ბევრი დღესაც მოქმედია. ვანო მერაბიშვილს ეკუთვნის ტელეფონის ნომერი 877798905, გიორგი არველაძე 798966, დავით კირკიტაძე 798978 და 798979, ლადო ვარძელაშვილი 798906, გივით არგამაძე 798987, ზურაბ ადეიშვილი 798903. ჯეოსელის ბაზაში ვკითხულობთ, რომ ეს ერთმანეთთან მსგავსი ათეულობით ნომერი ერთ ადამიანზე, ვინმე კახა ნიკურაძეზეა გაფორმებული. მხოლოდ რამდენიმეა გაფორმებული ჯანდაცვის უშიშროებისა და კულტურის სამინისტროებზე. დათა ახალაიას მტკიცებით, ეს ნომერი მათ საერთო მეგობარს და კოლეგას, ვინმე მეტრეველს ეკუთვნის. მამუკა მეტრეველი ამჟამად კუდის მეოთხე სამმართველოს უფროსის მოადგილეა. 2006 წელს კი კუდის მეხუთე სამმართველოს ხელმძღვანელობდა. გამოძიება ჯერ კიდევ არ დაუდგენია, რატომ უკავშირდებოდა ამ ნომერს ახალაიაც, დონაძეც, ალანიაც და მელნიკოვიც დროის თითქმის ერთი და იგივე მონაკვეთში. ეს ის პირებია, რომელიც ხელისუფლებამ სტრასბურგში ორჯერ მოთხოვნის შემდეგ გაგზავნა და ისიც დაჩეხილი. არეულია ქრონომეტრაჟი. თქვენ კადრში ხედავთ დროს 02 საათი და 13 წუთი. ეს ის დროა, როცა ოქროყანის გზაზე გამტაცებელთა ავტომანქანა მოძრაობს. ქრონომეტრაჟში ამოჭრილია ყველაზე დიდი დრო 02 საათი და 24 წუთიდან 02 საათსა და 41 წუთამდე. დაზარალებული მხარე მიიჩნევს, რომ სავარაუდოდ სწორედ ამ დროს ავიდა ოქროყანაში მელნიკოვი, რომელიც ოფიციალური ვერსიით თაკო სალაყაიასთვის სიგარეტის საყიდლად გავიდა. მოსარჩელე მხარე დარწმუნებულია, რომ მინისტრთა კომიტეტი ხელისუფლებისგან საქმის ხელახლა გამოძიებას მოითხოვს. ასრულებს რეკომენდაცია მინისტრთა კომიტეტის 2000 წლის ნომერი 2, რომელიც ითვალისწინებს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც ადგილი ჰქონდა კონვენციის რომელიმე მუხლის დარღვევას, უნდა მოხდეს საქმის ხელახალი გამოძიება. არსებობს საქართველოს წინააღმდეგ მიღებული ორი გადაწყვეტილება, რომელიც კანონიერ ძალაში არის შესული, ეს არის დავთიანი საქართველოს წინააღმდეგ და დანელია საქართველოს წინააღმდეგ. არც ერთ ამ გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული სახელმწიფოს ვალდებულების შესახებ, რომ დაიწყოს ხელახალი გამოძიება იმ საქმეებზე, რომელთა გამოც კონკრეტული მუხლების დარღვევა ცნობა მოხდა ევროპული სასამართლოს მიერ, მაგრამ ევროპული კომიტეტი დღევანდელი მდგომარეობით მინისტრთა კომიტეტი სთხოვს და მოთხოვა უკვე საქართველოს მთავრობას მოახდინოს საქმის ხელახალი განხილვა. ეს მძიმე დანაშაული არ იქნა სათანადოდ გამოძიებული ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, შემდეგ პროკურატურის მიერ, უკვე აღსრულების ეტაპზეც მოხდა ისე, რომ ნაადრევად იქნენ ეს ადამიანები გაშვებული ციხიდან. ეს ყველაფერი
ევროპულ სასამართლოს შეფასებით ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლების შტოებიო, სხვადასხვა შტოებიო მოქმედებდნენ უნისონში, მოქმედებდნენ შეხმატკბილებულად ერთადერთი მიზნით, რომ როგორმე ამ საქმეზე მართლმსაჯულება არ განხორციელებულიყო. ეს ძალიან მძიმე შეფასებაა სამართლებრივი თვალსაზრისით. ევროსასამართლო იმითაც გაოგნებული დარჩა, რომ პრეზიდენტმა ასეთ მძიმე დანაშაულში ბრალდებულები შეიწყალა. 2008 წლის ნოემბერში მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით მათ სასჯელი გაუნახევრდათ. 2009 წლის აგვისტოში კი უდოს კომისიამ გაათავისუფლა. დღეს 4-ვე დამნაშავე ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობს. გავრცელებული ცნობით გია ალანია დღესაც კუდის არაოფიციალური თანამშრომელია. ეს კადრები მის საცხოვრებელ სახლთან ნუცუბიძის ქუჩაზეა გადაღებული. გირგვლიანის მკვლელობას არჩარდენბარის სუფრის მონაწილეების ცხოვრება შეუცვლია. დათა ახალაია და ვასილ სანოძე მხოლოდ დროებით და ფორმალურად ჩამოაცილეს სამსახურს. გურამ დონაძე კი დღეს ტელეკომპანია Real TV-ს უფროსია. კითხვებზე, რომელიც გირგვლიანის მკვლელობის გარშემო 5 წლის შემდეგაც არსებობს, ამ ადამიანებმა ხელახალი გამოძიების დროს მაინც უნდა გასცენ პასუხი. ახლა ამას ქართულთან ერთად ევროპული საზოგადოებაც დაელოდება.